მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით. ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით და შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ როგორც Facebook-ის პალიტრა ნიუსის გვერდზე, ასევე შეგიძლიათ YouTube-ზეც გვიყუროთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში გავდივართ YouTube-ზეც პალიტრა ნიუსის გვერდით, შეგიძლიათ ასევე YouTube-ზე მოძებნოთ. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს იმედსა და პოზიტივის სანქციები დაუწეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით იმედსა და პოზიტივის სანქციები დაუწესდათ როგორც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და პოზიტივი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი. ეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, ან ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ კონტენტს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია. უკრაინა დასავლეთის მარიონეტია, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ, ნათქვამია სანქციების დოკუმენტში. Სობისთვის დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და სწორედ აქ მოხდა ამ სიაში მოხდა სწორედ იმედი და პოზიტივი. რას ნიშნავს კონკრეტულად ეს სანქციები? ამით დავიწყებთ გადაცემას და ჩვენი სტუმარი იქნება ალექსანდრე ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი, რომელიც ჩაგვერთვება და აგვიხსნის კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს სანქციები, რა შეიძლება შეეზღუდოს იმედს და პოზიტივის. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე და პრინციპში კითხვა დავსვი გისმენთ, რომ აგვიხსნათ მოკლედ რას გულისხმობს ეს სანქციები. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს დიახ, საკმაოდ მძიმე სანქციები არის ფინანსური ხასიათის და რას ნიშნავს აი ძალიან კონკრეტული შედეგი შეიძლება ამას მოყვეს. პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი ვეღარ შეძლებს ხელფასის გადახდას ბანკის საშუალებით. წარმატებულად მათ მოუწევთ სავარაუდოდ ქეშით ანგარიშტორებაზე გადასვლა. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ბრიტანულ სანქციებს ემორჩილება როგორც წესი ყველა ნორმალური ბანკი. საქართველოს უმსხვილესი ბანკები პირდაპირ ვალდებულება რომ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს და ისინი პირდაპირ წყვეტენ ყველანაირ საბანკო მომსახურებას სანქცირებულ კომპანიებთან. ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, Liberty ბანკიც კი მომენტალურად გააჩერებდნენ ამ ტრანზაქციებს. ეს ერთი. მეორე რაც პრობლემა დაუდგება იმედს არის ის, რომ ის ვერ მიიღებს რეკლამას. ყოველ შემთხვევაში რეკლამის გარდა იმისა, რომ ესე იგი რუსულ პროპაგანდისტულ არხად გამოცხადებულ არხში რეკლამის მიტანა ისედაც შეიძლება გაჭირდეს, ისევ ტრანზაქციებთან გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ტრანზაქციები როგორც წესი, თან ესეთი მსხვილი ტრანზაქციები ხდება ბანკების გამოყენებით, ქეშად არ მგონია 9 მილიონი მიიტანოს იქ, ამიტომ აქ შეექმნება სერიოზული პრობლემა. ასევე მაგალითად ქონების განკარგვის ნაწილში თუ თქვათ იმედი გადაწყვეტს რომ რაღაც ქონების ნაწილი გაასხვისოს ან იჯარით გასცეს ამ შემდეგ და თქვათ ესეც მოუწევთ როგორც წესი აქ ბანკის მომსახურება საჭირო და ამასაც ვერ მიიღებენ. ანუ ახაც გაუჭირდებათ. ასევე რა თქმა უნდა სესხის აღება იქნება თუ დაფინანსების სხვა მეთოდები, სხვა დაფინანსების წყაროების მოძიება, რა თქმა უნდა განსაკუთრებით საზღვარგარეთ, თუმცა ქვეყნის შიგნითაც რა გაუჭირდებათ, იმიტომ რომ აქაც ბანკებია საჭირო და ისინი უარს ეტყვიან მათ. ასევე მაგალითად ისეთი საკითხები, როგორც არის აკრედიტაციები, ხო, ანუ მაუწყებლობისთვის საჭიროა ბევრი სხვადასხვა ტიპის აკრედიტაცია, ამაზე ჯობია რომ თქვათ მედიის ექსპერტებმა ისაუბრონ, თუმცა თუ აკრედიტაციას იღებს იმედი საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიმე ნორმალური დასავლური კომპანიისგან ან ქვეყნისგან, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. და ნუ მაგალითად ამ ნაწილში გადის ასევე სოციალების გამოყენება. მაგალითად YouTube-ზე და Facebook-ზე შეიძლება რაღაც მომენტში დადგეს საკითხი, რომ სანქცირებულ ესე იგი მედიას, ორგანიზაციას სერვისები შეუწყვეტა. ანუ ალბათ კარგად მოკლედ შევეცადე ამიხსნა, რომ ამის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან
დამაზიანებელი. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება იმედი დაიხუროს ხვალვე და შეწყვეტოს საქმიანობა. რამდენად შესაძლებელი იქნება ამ აქციებისთვის გვერდის ავლა? ხო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი დაიხუროს და მის თქვათ მოლოდინი არ იქნება სწორი, რომ დავსვათ. რატომ? იმიტომ რომ ისედაც წლების განმავლობაში იმით სამგებიანი ორგანიზაცია იყო, ის ყოველ წელს დაახლოებით 50 მილიონი ლარის სუბსიდიას საჭიროებდა ყველანაირი ხარჯებისა და სარეკლამო შემოსავლების გარდა, ხო? და თუნდაც ჩვენმა ორგანიზაციამ ნახეთ ფინანსურ დოკუმენტებში, რომ ეს ძირითადად ახლა მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისგან. და ნუ რა თქმა უნდა დანარჩენი ნაწილი ირაკლი რუხაძისგან, რომელიც გავიდა, თითქოს გავიდა იმედისგან, ხო? ამიტომ ეს ისედაც იყო დოტაციური და არის დოტაციური მედია საშუალება, რომელიც მრავალი ათეული მილიონით ყოველ წელს ფინანსდებოდა ივანიშვილისგან და რუხაძისგან. ამიტომ ეხა ეს თანხები მოუწევთ რაღაცნაირად გადალაგება, ხო? ანუ ყველაზე მარტივია. ანუ გვერდის ავლა ალბათ შესაძლებელი იქნება, ხო, ეს ვიკითხე მაინც. ნუ თუ ქეშზე გადაიტანენ ტრანზაქციებს მაგალითად, ტრანზაქციები არ იქნება ბანკის საშუალებით და იქნება სხვა მხრივ, და ნუ აქ პირველ რიგში ქეშით შეიძლება მოხდეს, ხო? ნუ მაშინ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, რაღაც გვერდის ავლის საშუალებების მოძებნა. ამიტომ ამბობ, რომ იმის მოლოდინი, რომ იმედი თქვა ხვალვე დაიხურება, ესე არ არის, რა თქმა უნდა, თუმცა მათ ძალიან სერიოზული პრობლემები ექნებათ. თუ თქვა აქამდე ისინი იყვნენ მოდი ასე თქვა ფინანსურად წელგამართულები, რადგან მათ რაც არ უნდა ხარჯი ქონოდათ, ესე იგი იმედი ქონდათ, რომ ივანიშვილი და თქვა ქართული ოცნება, მოდი ასე ვთქვა, მათ დაასუბსიდირებდა და ყველანაირად გადაარჩენდა. ეხლა ეს პროცესი ძალიან გაჭირდება. ხო, ნუ იმის მოლოდინი, რომ თქვა ქართული ოცნება უარს იტყვის თავის პროპაგანდის მთავარ ღერძზე, ალბათ გადაჭარბებულია, ხო? ანუ ისინი შეეცდებიან გადაარჩინონ ის. როგორც სხვათა შორის თავის დროზე თუნდაც ოთარ ფარცხალაძის გადარჩენას ცადეს, თქვა შეიძლება ახსოვს მსმენელს, რომ თქვა მაშინ ეროვნული ბანკის რეპუტაცია შეწირეს ფაქტობრივად ამ ერთ ადამიანს. ანუ შეეცდებიან სავარაუდოდ ამის გაკეთებას, თუმცა ეს სანქციები სადაც წავა და მათ ძალიან შეერყევათ პროპაგანდის წარმოების. გასაგებია და ბოლო კითხვა, ირაკლი რუხაძემ გამოდის გაასწრო, ხო, ამ ყველაფერს, ანუ ის აცდება ამ სანქციებს. დიახ, როგორც ჩანს, ასე ჩანს რეალურად ნამდვილად, რომ მას ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, ნუ მას აქვს ბიზნესი დიდ ბრიტანეთში, ხო? და აქ ნუ გარდა ანუ რატო გაასწრო მან რითი მყარდება ესეჭვი, რომ ერთ-ერთი სანქციის ერთ-ერთი სახე, რაც დაადეს ახლა იმედს, არის ესე იგი დირექტორებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად იმედის მფლობელ პირებს ეკრძალებათ ბრიტანეთში სხვა კომპანიების მართვა და სხვა კომპანიების ფლობა. ანუ ეს ამას გულისხმობს ეს შეზღუდვა. ირაკლი რუხაძე როგორც იმედის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე, რო ყოფილიყო ახლა, მას მოუწევდა თავისი ბრიტანული ბიზნესების და აქტივების დათმობა. ამიტომ მისთვის ეს იქნება, მას უნდა აერჩია ან იმედი, ან ბრიტანული ბიზნესი. მან აერჩია ბრიტანული ბიზნესი. გასაგებია, მადლობა დიდი ალექსანდრე ქელხიშვილი, საერთაშორისო გამარჯვება საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმარი, შეგახსენებთ იმედი და პოსტივი ბრიტანეთმა დაასანქცირა. ჩვენთან სტუდიაში კი სტუმრად არის მსახიობი ნანკა კალადოზიშვილი, რომელსაც მივესალმებ გამარჯვება. სალამი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, შენთან მეგობრია სხვა თემაზე მოგიწვიეთ, სასაუბროთ, არ ვიცი. მე საინტერესო თემაა ესეც. კი ბატონო, თუ გაქვს უგული ამ თემაზე გვითხარი, შენი აზრი. მე მაინტერესებს აქამდე რაც დააშავა, იმაზე, ანუ პასუხს ვერ აგებს, ესე იგი რუხაძე, რა ჭკვიანი კაცი აღარ და მაინც. ირაკლი რუხაძე, როგორც ჩანს, მას ჰქონდა წინასწარ ეს ინფორმაცია, ესეთი რამ მოხდებოდა და ნუ მაშინაც უკვე გაჩნდა ეს ვარაუდი, როცა ერთადერთი კაცი იყო, რომელიც ოცნების პროპაგანდისტებისგან და რაღაც წევრებისგან განსხვავებით ყოველ სიძახდა რომ საშიში არის სანქციები. ასე აბუჩად რო იგდებდა ყველა რომ რა სანქციები და რა სანქციები, ერთადერთი იყო, რომელიც ახლა ბოლო ინტერვიუ რო იყო მისი მაღლაფერიძესთან ერთად, აი იმ კაცს აი ვერაფერ ვერ შეაგნებინა რომ არ არის სახუმერო თემა ეს სანქციები და ამიტომაც ყველაზე ჭკვიანურად გაძრა კიდეც ხო, რომ სავარაუდოდ რაღაცები დაგეგმილიც ექნებათ, როგორ აუარო გვერდი ამ სანქციებს, თუმცა ნახავთ ეს როგორ გაგრძელდება. მანამდე კი ის თემა, რისთვისაც მოგიწვიეთ, ეს არის რომ მსახიობების ნაწილმა დატოვეთ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი და ესე
უკავშირდებოდა ბანერის თემას, ხო, რომელიც იყო გადმოკიდებული. პრინციპში პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რაც ხდებოდა. ანუ ეს ბანერი წაიღეს აღარ დააბრუნეს. ბანერი მოიპარეს, პირდაპირ მნიშვნელობით ადგენენ და მოიპარეს. ბანერზე იყო კიდე რაც კარაბინები ძალიან მნიშვნელოვანი თეატრის თანამშრომლის კერძო საკუთრება, რომელსაც ასევე იხვეწებოდა იქნებ დამიბრუნოს, ახლა გუშინ გავარკვიე, რომ ეს კარაბინები დააბრუნეს, მაგრამ ბანერს არ აბრუნებენ. ანუ ჩვენ მოიპარეს. ეს არის ეს ხო არ არის თეატრის საკუთრება, ეს ჩვენი საკუთრება პირადი, რომელიც ჩვენთან დავბეჭდეთ, გავაკეთეთ, აი ხო ხდებს ანუ პირადი ნივთი მოგვპარეს, შეიძლება ითქვას. ანუ ნივთად თუ რაღაც გადაღებას უკავშირდებოდა, ასე არ აღმოჩნდა. არა, დიდი ტყუილი აღმოჩნდა. ჩამოვხსნით და დავაბრუნებთ. არა, თან ჩამოვხსნისაც არ იყო, ავკეცავთ, გადავიღებთ და დავაბრუნებთ. იყო დიდი ტყუილი, უბრალოდ მე მათ იცოდნენ სავარაუდოდ 5-ზე იყო დასის შეკრება და მოვიდნენ რამდენიმე საათით ადრე უკვე მოხსნილი და დაგხვედროდა, მაგრამ მე უბრალოდ რაღაცნაირად რამდენიმე საათით ადრე მივედი შემთხვევით და ჩავრთე ლაივი. და მე არ ამოვიდნენ, სანამ არ მოიყვანეს თავის პროპაგანდისტული ტელევიზიები. ხო შეეძლოთ მანამდე წამოსულიყო. რომ მივედი უკვე კიბე დამხვდა ანდროს ბანერის უკან და მე უცებ მოვიდნენ ესენი და დაუწყეს ქვემოდან ანდროს ყურება და მეკითხებოდი ხა ამ ლაივში რა გინდათ, პასუხი არ გამცა არავინ. რამდენიმე საათს მე უკვე მობილის და აი ყველა ეს დასანქცირებული ტელევიზიები, ნუ რუსთავერი გზაში შედიდი, მეტი ახლა მე ხვდები რა, ეხა ხვდები რატო არის რუსთავერზე განსაკუთრებული რაღაცნაირი გაპიარებაში არიან, ეხა მაგ არხის, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი რაღაცნაირად იცოდა. ხო და ანუ რუსთავერზე მიდის, ეხა რაღაცა პროექტები რაღაც სამარცხვინო ამბავი ხდება. ხო, თვითონ ეს გადაწყვეტილება, თქვათ, თეატრის დატოვების ამ ბანერის თემამ, ასე თქვათ, განაპირობა, ხო, ბოლოწვეთი იყო ნამდვილად, კი. ანუ აქამდე თავს იკავებით მაინც, ანუ რა მე ვიკავებდი, ეხა რატომ მიიღეთ ეს რა? იმიტომ რომ ვიცავდით ბანერს რეალურად. რომ ყოფილიყო იმ თეატრზე, ამ რეპრესირებულ თეატრზე ბანერი, რომელიც ყოველ გამლოს შეახსენებდა, რომ ამ თეატრის მსახიობი უბრალოდ გაიტაცეს და არის უსამართლო პატიმრობაში. ბანერი მოგვპარეს და რეალურად ძალიან ახლა ანდროსაც და დედამისაც ძალიან ნერვიულობენ ჩვენზე, ახლა ხო ფაქტია, რომ რაღაცნაირად ლიკა არ იყო საქართველოში და ხან პირადად გვწერდა, ხან პოსტი გამოდა, რომ რაღაცნაირად დაანებეთ შეეშვით რაღაცებს გვწერდა. მაგრამ ნუ ეს არის მართლა ის წერტილი, როცა მე აღარ ვიცი რისთვის უნდა დავრჩე ამ თეატრში, იმიტომ რომ ერთადერთი იყო პირველი, რის გამოც ვაპირებდი წამოსვლას, ეს იყო დავით დოიაშვილის წამოსვლა თეატრიდან, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება აქვს. მე ვერ დავდგები ამ სცენაზე, სხვა რეჟისორთან ერთად ვერ ვითანამშრომლებ, როცა ვიცი, რომ მართლა მთელი წელი ჯერ როგორ დადიოდა და როგორ აკეთებდა ამ თეატრს და მე როგორ შეკრიბა, როგორ ან ეს თეატრი რომ ესეთია, რეალურად არის დოის დამსახურება. იმიტომ რომ დოის დამსახურება რომ ესეთი ადამიანები შეკრება, ესეთი დასი შეკრა და რაღაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ბოლოს სიტყვებით დოი რომ მიდიოდა დაფაზი დაწერა რომ მადლობა ესეთი სოლიდარობისთვის. და მეორე იყო ანდროს ბანერი, რომლის მოხსნის შემდეგაც და რა დაპირისპირებაც შეიძლება მოყვეს ამ ბანერიზე უკან ეს ამ ჭიდაობას, იმიტომ რომ ყოველდღე და მოხსენი დაკიდეს საშუალებას და არც მოგცემდნენ ალბათ კი არ მოგცემდნენ და თან თეატრის თანამშრომლებს შიგნით ძალიან დიდ პრობლემებს შევუქმნიდით. და ეს გასაგებიც არის. ხო, დოის შემცვლელი ვერ მოიყვანეს. დოის შემცვლელს არის ვიღაცა შეიძლება როდესღაც მოიყვანო, მაგრამ დოის შეცვლა ძალიან რთული ამბავია. ხო, აი ეს თემა არა, მეორეა რომ ოფიციალურადაც ვერ დაიწყო. ოფიციალურად, იმიტომ რომ ანუ არ თანხდება, არც ახალგაზრდა მოვიდა ვინმე, არც ასაკში, მაგრამ ძალიან რთულია რა, ხა დასი, რომელიც რა ვიცი 22 წელი რამდენი მე 20 წელი ვარ ამ თეატრში და ვიღაცები, ხა დოისთან კიდევ უფრო დიდხანს არის ხო, ჩემ მისვლამდე რამდენიმე სპექტაკლი იყო გაკეთებული. ანუ ამდენი წელი რომ ადამიანთან ერთად თანამშრომლობ, უკვე თანაცხოვრება და რაღაც ერთი რაღაც ოჯახებით ხართ, იქ მე არავის არ უსურვებდი მისვლას. მე ვერ მივიდოდი ახლა ეგეთ ადგილასთან, ესეთი ფორმით როცა უშვებენ ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე, არ ვიცი, მართლა პოპულარული თეატრი და პანდემიის შემდეგ ხო საერთოდ მაყურებელი და ახალი თაობა მოაბრუნა თეატრისკენ, ხო? ეს რამდენს ნიშნავს და მახსოვს რომ ბილეთი არ იშოვებოდა.
ხო ეს ხო დოიმ რა გაჩერებულია ხო თეატრი ხო რასაც ედავებოდნენ რომ რა თქვენ თქო იტყვებოდა კულტურის მინისტრი რომ 8 თვე ხან 7 თვე ინტერვიუ შეღაცებს იძახდა ხოლმე და რეალურად 4 თვე იყო ესე თვითონ სცენა გაჩერებული მაგრამ ჩვენ დავდიოდით რეგიონებში და მოდით დავივიწყებთ რომ რაღაც გასტროლის სახე ქონდა ამ ყველაფერს და დაგქონდა სპექტაკლი და ასევე მანიფესტიც რაღაც ფორმით იყო სპექტაკლის ფორმა ქონდა ამ ყველაფერს და ჩვენ გასვლითი რეგიონებში გასვლითი გასტროლები შეიძლება ითქვას ესე გქონდა თუმცა არავის ხარჯზე ჩვენით ყველაფერი იყო რაღაცა მართლა სოლიდარობით გაკეთებული და დახმარება იყო იგინა სცენა იგინა განათება ყველაფერი მართლა მსგავსი აი მარტო ამიტომ ღირდა ეს ყველაფერი და მე დავიწყეთ 4 სპექტაკლი აი როცა დავიწყეთ მუშაობა ესე რაღაც ახალი სპექტაკლების დასადგმად აი ზუსტად აი ამ დროს რამდენიმე დღეში დაიგავშ ხო მესმის ანუ რამდენი მსახიობი დატოვეთ და ხო საერთო ჯამში ამ ბანერის შემდეგ 9 მაგრამ მანამდეც აქვს 2 მსახიობს დატოვებული თეატრი ხო კი ბატონო ნუ ხო სხვა ნაწილი დარჩა ხო რა თქმა უნდა ეს ყოველს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთების დარჩა ვის პროტესტში არის ჩართული თუ მარტო ისეთები ვინც არა ნუ ისეთებიც არიან ხა იქ ძალიან რთულია ეს ადამიანს უთხრა ვერას ვერ ეტყვი ხა ეს ხო ჩვენი გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ საქართველოში სადაც რა ვიცი მართლა ყოველ დღე რაღაცა გიძვირდება და 100 ლარით შედიხარ მარკეტში და არაფრით არ გამოდიხარ ძალიან რთულია რომ ვიღაცას უთხრა წავოდი ხა დატოვე მის ძალიან სასაცილო ხელფასია რაც აქვს თეატრს ამ თეატრს ყოველ შემთხვევაში წლების მანძილზე ბიუჯეტი არ გაუზარდეს ზუსტად იმიტომ რომ რაღაცნაირად არ დაიჩოქა ეს თეატრი და მისი ხელმძღვანელი და მე სულ მაგას ვიძახე რომ ანუ ხა სახელმწიფო თეატრს რო იძახენ ასეთ გეუბნებიან რომ აი სახელმწიფო თეატრში თუ მუშაობ მე მგონი ამ ეთერში ვაკ ნათქვამი რომ ანუ არ ნიშნავს ჩემი საჯარო მოხელე ვინც არ უნდა იყოს ხა ხო ხელფასი არ არის ქრთამირის გამოც მე უნდა გავჩუმდე და რაღაცა საშანტაჟე მასალა ხო და არც სახელმწიფო თეატრი არ ნიშნავს რომ პარტიული უნდა სახელმწიფოს ვემსახურებ სახელმწიფოს რომ ვემსახურებ იმიტომ ვაპროტესტებ რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა რაღაც კონკრეტული პარტია რომელსაც მე ვთვლი რომ რაღაც ტერორისტულ აქტი ჩაიდინა და რაღაც არ ღვევს კონსტიტუციას და ასე შემდეგ ამიტომ მე მგონი რომ ჩვენ თეატრი ზუსტად სახელმწიფოს ემსახურება და ემსახურებოდა ხო კი ბატონო ზოგადად აი ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების ხო რომ ასე ნუ ახლა მსახიობები ციხეში არიან ხო ან რო ციხეშია არა მარტო ანუ ფხე კასრაძეც კი ბატონო და ყველა სხვა პროფესიის ადამიანი ხო ნუ ვინც თქვათ ასე პროტესტში იყო ხო მათ ესე გარიყვას ცდილობენ როცა ელაპარაკები ამ ადამიანებზე გეუბნებიან რომ ისინი რო ციხეში არიან თქვენ იბრალია ვინც პროტესტში ხართ თქვენ ახალისეთ ეხა ახალისებთ რომ არ აღიარონ არ მოინამიონ და ასე ანუ როგორც ჩანს ახლა უკან დახევას რაფერს არაპირებენ ისე ვერ ვიტყვი რა ახლა ახალისებთ აქეთ რაღაცა ძალას გვმატებენ და ინსპირაცია არის ყველა ის ადამიანი რომელიც ვერ გატოვებს. უბრალოდ სადამდე შეიძლება ხა ეს ყველაფერი მივიდეს, ან როგორ შეიძლება გამგრძელდეს, როგორ წარმოგიდგენია ეს. არ ვიცი, მართლა საზოგადოებას პრობლემად ორად გაიო, ხო, ამ სიტუაციაში. რაღაც ნაწილი ხელისუფლების ხარესაა. სო იყო და ადრე საერთოდ არ მესმოდა რას ნიშნავდა გამოთქვა წითელი ინტელიგენცია და რაღაცნაირად ნელ-ნელა ხვდები ამას რას ნიშნავს. ნუ ეს რაღაც იდეოლოგია ეტყობა. არ ვიცი, მე ხო, ნუ ხელოვანი არ ვიცი ასე მსახურება ხელოვანი რომელიც ამსახურება აი ესეთ რეჟიმს ანუ რა ხელოვნებაზე ვსაუბრობთ რა სათქმელზე ვსაუბრობთ არ ვიცი მე არ მაინტერესებს ესეთი ხელოვნება რომელიც არის მორჩილი რომელიც კომპრომისებზე მიდის სულ და რომელიც ცდილობს რომ გაგაჩუმოს პირიქით და რაღაცნაირად მოერგოს არ ვიცი მე არ ვცემ პატივს ესეთ ხელოვნებას და ვერც ვეძახი ამის ხელოვნებას და ხელოვნებს არ ვიცი კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია. ზოგადად პროტესტშიც აქტიურად ხარ ჩართული და ამ თემაზეც მაინტერესებს შენი აზრი. რას როგორ უყურებ, როგორ ვითარდება მოვლენები, რას ფიქრობ, როგორ უნდა გაგრძელდეს, ან რა პერსპექტივას ხედავ, რისი იმედი გაქვს ამ სიტუაციაში და ასე შემდეგ. იცი რა, არ ვიცი ხარ ის პერსპექტივა და იმედი მაქვს, მაგრამ ნუ რაღაცნაირად როგორ აქტიურად ხარ ესე? კი, რა თქმა უნდა. და აი ამ
რუსთაველს ეს შაბათის მარშებიც დაემატა ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს შაბათის მარშა არ უნდა დარჩეს რა, იმიტომ რომ რეალურად ეს ჯაჭვა არ უნდა გაწყდეს, იმიტომ რომ რეალურად რუსთაველზე ყოფი ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ შაბათის მარში გაჩნდა და ადამიანები, რომლებიც თქვა განიცდიდნენ და ვეღარ მოდიოდნენ და ერთი მოვიდა ერთხელ აქციაზე ნახევარი წელი არ ვიყავი და მერიდებოდა მოსვლაო. და პირიქით, ანუ გასაგებია ყველას თავის ფსიქოლოგიური მომენტები აქვს და თავარია რომ პროტესტი ისევ არის და ხალხი არ ნებდება ეს ძალიან ამასობაში იმდენ რაღაცა მოხდა. ამასობაში თვითონ გადაჭამეს ერთმანეთი და ჩვენ აი გარი რა, როცა იდეა გამოძრავებს, რაც უნდა გლანძღოს იქ ვიღაცამ, რაც არ უნდა აი მართლა არ მოქმედებს, აი არა, უკეთად მოქმედებს ადამიანზე ის, რომ ეს ხელისუფლება უკან არიხევს, ანუ არაფერმა შედეგი არ გამოიღო, არც პროტესტმა. კი, მაგრამ რეალურად ასეთი იმედი დაკარგა, ხო? მე არ მაქვს რატომაც იმედი დაკარგული, რაღაცნა არ ვიცი, შეიძლება ეს სასაცილოდ ჟღერს ეს ჩემი ოპტიმიზმი, მაგრამ მართლა მაქვს ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ამ ომს არ წავაგებთ. უბრალოდ იმდენად ვერ ვიჯერებ, რომ ამას შეიძლება ვიცხოვრო, აი ამ აბსურდში, სადაც ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ, სადაც ხმას ვერ იღებენ, სადაც სუფთა ქაღალზე გიჭერენ, პირბადის ტარება არ შეგიძლია, სადაც ტელევიზიებს მოუგო ცილის წამებაში, ლილუაშვილმა რომ რაღაც თურმე კოლ-ცენტრებში არის და ამ დროს თვითონ დაიჭირეს ახლა ანუ აი ამ აბსურდში, აი ამ მარაზმში ანუ მე არ თანხმდები ცხოვრებას. ანუ ვერ წარმომიდგენია აქედან წასვლას. ზე არასდროს არ მიფიქრია, ახლა ეს გასასაირდებოდ არ გულისხმობ. საცხოვრებად არასდროს არ მიფიქრია სხვა ქვეყანაში გადასვლას და ამიტომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დანებდება. ბრძოლა ძალიან მაქვს ჯერ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც უჩაში არიან და არ ნებდებიან დღემდე. კი, რაღაც პოლიტიკური ის მნიშვნელოვანია, უნდა მიიღოს განვითარება და ძალიან მომწონს მართალი გითხრათ ეს გააქტიურებული რო არის თავისუფლების მოედანი. ადამიანები, რომელსაც არ აქვს რაღაცნაირი მძიმე წარსული და ძალიან საჭიროა პოლიტიკაში ესეთი ადამიანები. და ძალიან მომწონს ამ ადამიანების გაცნობა რო დაიწყეს ახალმა თაობამაც და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა ესე გაჩნდება კიდე ძალიან ბევრი ახალი ადამიანი, რომ თავისუფლების მოედანი ყოველდღე დგას აქციაზე და ყოველდღე და რაღაც ინტერაქცია აქვს ადამიანებთან დადიან რეგიონებში, რასაც უყურებთ. ახლა მე როგორც ამორჩეულს ხომ აინტერესებს ხო რაღაცა ვიპოვო რაღაცა ვიღაცა ახალი პარტია რამე გამოჩნდეს ბოლომდე. ამას რომ ახალი პარტია გახდეს მთელი ქვეყანაში. მთელ ქვეყანაზე არ არის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ვერავინ ვერ გახდეს, მაგრამ რაღაცა და ვიღაცა ახალი დიდი ძალისხმევა, დიდი თანხები, ბევრი დრო. თანხა, მეცი რა ხო დრო ჭირდება ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად აქამდე კიდე ესე არ ჩანდნენ და ეხლა უკვე აი მართლა პატარა თაობამაც ვიღაცებმა უკვე იციან რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ არ მივეცით გასაქანი ადამიანებს, ხო, ეხლა მოიცა კაც პატარა პარტია ჯერ არავინ არ აი ამაში გავატარეთ რამდენიმე წელი, მე სულ პატარა პარტიებს ვაძლევდი ხმას რომ რაღაცნაირად იქ ახალი მოთამაშე გაჩნდეს თქო და სულ ამ გატარებაში ვიყავით, ამ გატარებაში და არ გაჩნდება. არ გაჩნდება სანამ მარტო რაღაცა დიდ პარტიებზე ვიქნებით ორიენტირებულები. კი ბატონო, და ბოლოს რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ხელისუფლების ამ ქმედებებს, რაც აქამდე მოხდა იუთიასთან დაკავშირებით, თუ ახლა დღეს რაც ხდება ტროტუარზე ახსენე, ზოგადად როგორ შეაფასებ, რა ქვეყანაში ვცხოვრობ დღეს შენი გადმოსახედიდან? რა ხელისუფლება გმართავს? არაჯანსაღი ყოვლად. მე მართლა მგონია, რომ მომავალი მთავრობა, ვინც იქნება, რაღაც უნდა გაიაროს ყველა ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან. მართლა არ ვხუმრობ. ძალიან არაჯანსაღი გარემოა იქ. რაღაც პერვერტულ კანონებს იღებენ. ხელისუფლებას. რაღაც მაღიარეს ითხოვენ. და ან მართლა როგორც დგანადო, აი ცოტა ფსიქოპატებს ახასიათებთ ხოლმე, ანუ დააკვირდით უბრალოდ, აი ძალიან მინდა რაღაც მართლა ექიმებმა შეხედონ ამ პარლამენტარებს და დასკვნა დადონ, იმიტომ რომ არ არის, ანუ არაჯანსაღი გარემო სრულიად და მომავალშიც რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი იქნება თუ გაივლიან ფსიქიატრებს და ფსიქოლოგებს პარლამენტში მსხვილი ადამიანები. ხო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ დღეს, რომ აი ფაქტობრივად საქართველოს რაღაც დიქტატურას მიუახლოვდა. აბა რა? მიუახლოვდა არა, ნუ
ბოლომდე ანუ არ ვაძლევთ ჩვენ საშუალებას, მაგრამ რეალურად მანდ არის ახლა მართლა გეუბნებით ხო ანუ ბელორუსი და რუსი ადამიანები აქ ჩამოსულები ისინიც კი არიან გაკვირვებულები. ისეთი ტემპით და ისეთი სისწრაფით ხდება ეს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში მართლა ანუ ამას ყველა ინტერვიუში ყვები, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ვიღაცა ახალი ხდება და მიყვება რომ ანუ ხალხო ეს რა ხდება თქვენთან. აი ესე არის. იმიტომ ვერ იჯერებენ რომ ქართველი და მებრძოლის სულის ადამიანი აი ამის უფლებას ერთ როგორ მიეცით, ან აქამდე როგორ მიხვედით, იმიტომ რომ ხო იგივე კითხვები მაქვს თქვა რუსეთის მოქალაქესთან რომ აი რატომ მიიყვანე აქამდე შენი ქვეყანა და ისიც ახლა ჩვენთან წლობით მიდიოდა ეს რა თქვენთან 3 თვეში მოხდა აი ყველაფერი ასე ჩვენ 10 წლის განმავლობაში გვაპარებდნენ და მე მაინც რო იციან ხოლმე ხო ცოტა ქართველის მებრძოლის სული თუ რაღაცებს რო იძახიან აი ეგ უნდა დავანახოთ რა აი რეალურად ქართველობას მართმევ და რაღაცებს რო კივიან ანუ აქეთ არ წავართმევთ არავის თუ აი ქართველობა ეძახიან რაღაცა უბრალოდ ისინი ხო სლოგანებით ლაპარაკობენ ან მესეჯ ბოქსები და საერთოდ არ იციან ეს რა არის მე ვერ ხვდები რას ეძახიან ქართველობას თაღოდ მართლა ანუ რა არის მათი ქართველობა ვერ გავიგე იმიტომ რომ მეგობრობას დაცინიან სოლიდარობას დაცინიან ერთგულება მიუღებელია რატო გიყვარს საშინელება გლანძღავენ რა ვიცი მე მღვდელი რომელიც და მამაო რომელიც ჩაგრულს იცავს აგდებენ ეკლესიიდან და აქეთ ლანძღავენ მსგავსი ფრაზებით ვიღაცა სხვა აქტივისტმა რომ მამაოს მიმართ რამე თქვას ჩაქოლავენ და ამ დროს გამოდიან ვიღაცა საშინელი ოცნების წარმომადგენლები ორი სიტყვას რო ძლივს აბავენ და მამა თეოდორეზე საშინელებებს იძახიან ადამიანი რომელიც მართლა ერთადერთი ვინც იცავდა ჩაგრულებს და ამიტომ რა ვიცი ეს ადამიანებიც ახლა აი ყველგან ეგ პრობლემაა ჩემთვის რა ეკლესია რომელიც როცა მე მაგალითად კონკრეტულ მამაოებზე მაქვს ჩემი მოსაზრება და საერთოდ არ ვაიგივებ წმინდანთან და მით უმეტეს ღმერთთან ძალიან ამბიციური მგონია მათი განაცხადი როდესაც მეუბნებიან რომ მე ღმერთს განუდექი და საერთოდ რელიგიას ვგმობ თუ ისინი არ მომწონს ეს ძალიან ამბიციური განაცხადია და მე მგონი ძალიან კრეხალური მსგავსი მამაოებისგან გასაგებია, მადლობა დიდი განაცემაში მონაწილეობისთვის. ნანგა კალადოზიშვილი, მსახიობი იყო ჩვენი სტუმარი, საუბრობდით იმის შესახებ, რომ მსახიობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად ვასულებაშის სახელობის თეატრი დატოვა და სოლიდარობის ნიშნად იცით, რომ მათი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძე ციხეში ზის დღემდე. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი პატიმრი ზვია ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე შემოგვიერთდება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, როგორც ვიცით და უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია იმედი და პოსტივი და ნუ საკმაოდ დიდი ესე თავდასხმა ხორციელდება ახლა ქართულოსების მხრიდან ბრიტანეთის მისამართით და მაგალითად არჩილ გორდულაძე მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტში ასეთ რაღაცასაც კი ამბობს დღეს როგორც არასდროს ნათელია რომ იმედი სწორედ გარი ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს. ანუ 7 ნოემბერი ბრიტანეთს ბრალდება უკვე, ახლა შემსრულებლები აღარ ყავდა თვითონ დაარტყეს. თუმცა მარტო 7 ნოემბერი არ ბრალდება ბრიტანეთს. გორდულაძე აღნიშნავს, რომ იმედის დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც გულის საერთოდ არ აწუხებდა, სწორედ დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა გულითო. როგორც ჩანს, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას დიდ ბრიტანეთს შეეტენება. ჩვენი სტუმარი არის ზურაბ ცეცხლაძე, ზვია ცეცხლაძის მამა, გამარჯობა ზურაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ბუნებრივია მოგიწვიეთ სასაუბროთ თქვენი შვილის საკითხზე. დღეს სასამართლო იყო აპელაციაში და ასევე იმ პროცესზე, რომელიც ქვეყანაში მიდის, რადგან ჩართული ხართ ბოლომდე ამ პროცესში, პროტესტში და ასე შემდეგ. ჯერ ამ სასამართლოზე გითხარით როდეს სიტყვა, აპელაციაში რა იმის იმედი გააქვთ? სააპელაციო ინსტანცია ზოგადად 99%-ში თავის გადაწყვეტილებები გამოაქვს პირველი ინსტანციის სასარგებლოდ, ანუ იგივე ძალაში ტოვებს. თუ გადავხედავთ სინდისის პატიმრების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებს 100%-ით ძალაში იქნა დატოვებული, აქამდე რა გადაწყვეტილებებიც გამოვიდა. აქედან გამომდინარე სხვას არაფერს არ უვარაუდობთ, უფრო ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც ამ საქმეში აპელაციაში არსებობს, არის სახალხო დამცველის მეგობრის წარდგინება მიმართვა სასამართლოს, სადაც დასკვნის სახით წარუდგინა, რომ როგორც ზვიაძე, ასევე ორგანიზატორებზე, კარზელაშვილზე და კასრაძეზე არ მტკიცდება რეალურად, არაფერი არ უმტკიცდებათ. ზვიაძე პირდაპირ დაწერა, რომ მის სახლში ამოღებული ნივთები არ მტკიცდება, რომ რეალურად ზვიაძე
მაინც ეკუთვნოდა, აქედან გამომდინარე ფაქტობრივად სახალხო დამცველი ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძე არის უდანაშაულო. მე რეალურად არც მჯერავს, რომ ამას რაიმე ძალა ექნება სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ეს შეიძლება იმაში დაეხმაროს, რომ ვიცით, რომ პროკურატურასაც გასაჩივრებული აქვს, როგორც დაცვის მხარეს, ისე ბრალდების მხარეს აქვს გასაჩივრებული და ისინი ითხოვენ დამძიმებას სასჯელის. რეალურად შეიძლება სახალხო დამცველის აი ამ მეგობრის მიმართვამ შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშოს იმ თვალსაზრისით, რომ მოლოდინები გქონდეს იმის, რომ დარჩეს ზალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ხო, კი ბატონო. საბოლოო ჯამში როგორ წარმოგიდგენიათ დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს? ხელისუფლება ამბობს, რომ აი, ხა მაგალითად ჩავლო პაპუაშვილი ერთ-ერთ ტელეეთერში როცა იჯდა და მას ელაპარაკეს, აჩვენეს ხო ეს პატიმრები და ასე შემდეგ, მან თქვა, რომ ეს არის თქვენი ბრალი, რადგან ეს ბავშვები თქვენ აიფარეთ, ესე უბრალოდ ხო, ერთ-ერთ მონაწილეს იქ ოპოზიციის მხრიდან, თქვენ ახალ წაახალისეთ ისინი, თქვენ ეხლაც ახალისებთ მათ, რომ მათ არ აღიარონ, არის თანამშრომლობდნენ და ვიღაცებზე რო ეუბნებოდნენ, რომ აი თქვათ ის მაშინ იგივე დანაშაულისთვის რატო გამოუშვით, იმან თანამშრომლობა აღიარა და აი ანუ ფაქტობრივად თქვენი მძევლები არიანო, ასე უყურებენ ამ საკითხს. თქვენ როგორ უყურებთ ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროდ ვუყურებთ ამას. ზვიადმა ამ თემასთან დაკავშირებით წერილიც გამოაქვეყნა ციხიდან. რეალურად თუ შეხედავთ სიტუაციას, ნახავთ, რომ არანაირი არავის მძევლები არ არიან, ეს ასაკით შეიძლება არ არიან დიდი ასაკის ადამიანები, ზოგი ბავშვებიც ბავშვურ ასაკშიც კი არიან 19, 20, 21 წლის, თუმცა არიან 28 და 30 წლის ახალგაზრდებიც მაქვს, მაგრამ რეალურად ზვიადმა თქვა, რომ ის რაც მე გავაკეთე, რა ბრძოლის გამოც ვზივარ აქ, ამაზე მხოლოდ პასუხისმგებელი მე ვარ. ანუ ჩემ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს განცხადება მაგან გააკეთა, როცა საუბარი მიდიოდა შეწყალებასთან და მონანიების შემთხვევაში რომ შევიწყალებთო. ანუ რეალურად ყველა ასე ფიქრობს, მე განსაკუთრებით იმ კონტინგენტზე მინდა ვთქვა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების შემდგომ დააკავეს, ამაზე მაქვს საუბარი. რეალურად პირველ ინსტანციაში ვერცეც ვერ დაუმტკიცეს ვერანაირი ბრალი. იქ რომ პირობითად რეზო კიკნაძე რაღაც ქაღალდს ისვრის, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რეალურად დამნაშავეა და 2 წელი უნდა იჯდეს და უნდა მოინანიოს, რომ გადატრიალებას უწყობდი ხელისუფლებას. იქ რომ ზვიად ცეცხლაძემ ლაივში რაღაცა ჩაწერა და 14 წუთიდან რომ 2 წუთნახევრიანი მონტაჟი გააკეთეს და ამ მონტაჟს რო ატრიალებენ და აშავებენ ზვიად ცეცხლაძეს, ამ შემთხვევაში ზვიად ცეცხლაძე აბსოლუტური მისი საუბარი არის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში როგორ უნდა გადაიჩინოს სიცოცხლე, როცა თავს გესხმის სპეცნაზელი და გედედეს თანამშრომელი. ანუ და ის ვიდეორგოლები, რომლებიც მოიტანეს სასამართლოში, რომ პირობითად ფოიერვერკს ესვრის ვიღაცა მყარნივთ ისვრის და ასე, აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზამაც კი დაწერა სასამართლოს საექსპერტო ბიუროა დაწერა, რომ ყველა ვიდეორგოლი იყო აბსოლუტურად დამონტაჟებული. ანუ ამის შემდეგ ამ ადამიანებს უთხრა, რომ დაიბრალონ დანაშაული და საუბარი როცა არის ჯგუფურობაზე, მარტო შენ კი არ უნდა დაიბრალოს, ზვიადმა რომ დაიბრალოს, მე უნდა თქვას ჯგუფი ვინ არის და ასე შემდეგ. დაიბრალოს და ვიღაცას უნდა დააბრალოს, როცა აბსოლუტურად უდანაშაულო არიან. აქედან გამომდინარე, ეგ არის ისევ პროპაგანდა, რომ თითქოს ამ ადამიანებს ციხიდან გამოსვლა უნდათ და გარე ზეწოლის გამო რაღაც. არავინ ზეწოლას არ ახდენს, მართლა რეალურად არ ახდენს. თქვენ თუ ნახეთ ბოლო პერიოდში მიმართვაც კი იყო ზოგიერთი ოპოზიციური, ანუ საპროტესტო საზოგადოებამ მიმართვაც კი იყო, რომ თქვენ არავინ არ დაგამონათებთ, 1 წელია ზიხართ და ყველა საშუალებით გამოდით ციხიდან. ანუ მინიშნებაც კი იყო, რომ თქვენ თუ აღიარებთ პირობითად და დაიბრალებთ, იმიტომ რომ ციხეს თავი დააღწიოთ, თქვენ არავინ არ გისაყვედურებთო. მიუხედავად ამისა, მათი განცხადებები იყო შიგნით ძალიან მკაცრი, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩაგვიდენია, არ ვაპირებთ თავზე დავიბრალოთ ეს დანაშაული და ვიღაცას დავაბრალოთ. ეს არის სრული და ზუსტი და სწორი სურათი, რაც მე მოგახსენეთ. მაგრამ ამ სიტუაციაში სიტუაციის არ მედის, ხო, წინ ასე ვთქვათ, ჯერ პროტესტია. ვერ ახევინებს უკან ხელისუფლებას. ხელისუფლება თავის აზრზე რჩება, უკან არიხევს. ხო, ხა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილზე საუბრობენ, რომ შეიძლება გაუფრთხილდეს მათ, ხო, საპროცესო შეთანხმება. აი ამ სიტუაციაში გამოსავალი რა გონიათ თქვენ?
ნახეთ, საერთოდ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ყველა მოქმედება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში და სამოქალაქო საზოგადოებაშიც ყველა მოქმედება და ყველა საქმე, რასაც გააკეთებ, იმ მიმართულებით უნდა გააკეთო, რომ გააჯანსაღოს პროტესტი. ეხლა ისმება შეკითხვა, რა მოქმედებები უნდა იყოს ეს, რომ პროტესტი გაჯანსაღდეს. ჩვენ რეალურად ხშირად ვსაუბრობთ ერთობა, მაგრამ რეალურად როცა სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებების პარტიებია, საზოგადოებრივ ჯგუფებშიც არ არის ერთიანი მოსაზრება, სამოქალაქო საზოგადოებაშიც აზრი არის ორად გაყოფილი. არიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ესენი წესიერ არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებენ და ამათ პირობებში არჩევნებს აზრი არ აქვს, ამიტომ საპროტესტო აქციებით უნდა ვაიძულოთ, წავიდნენ და მერე უნდა დაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები. თუმცა არის საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო, რომელიც ამბობს, რომ აი არჩევნებს აზრი აქვს. ამ ბოლოსაც გაჟღერდა რაღაცა ეს მიმართულება, რომ არჩევნებს აზრი აქვს, თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული თუ პარიტეტიულ საწყისებზე იქნება CSKO და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აქედან გამომდინარე ერთობა არ ხერხდება. ამიტომ რახან ერთობა არ ხერხდება, რაღაცის შეთანხმება უნდა შედგეს კონკრეტულად ერთ საკითხზე და ამ შეთანხმების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და გაერთიანება უნდა იყოს ჰორიზონტალური. ანუ საკითხზე, რომ პროტესტი რაც შეიძლება მაქსიმალურად გაჯანსაღდეს, მეტი საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს და ქუჩაში გამოვიდეს და ქუჩის პროტესტით ვაიძულოთ აი ზოგი რომ ამბობს არჩევნებს და ზოგი ამბობს რომ რაღაც სხვა ფორმითაც ყველა შემთხვევაში ქუჩაში თუ პროტესტი არ იქნა ვერც ერთს მიაღწევ და ვერც მეორეს. აქედან გამომდინარე შეთანხმება უნდა იყოს ერთი, რომ ყველა ერთად ვივიწყებთ ყველაფერს, პოლიტიკურ შეხედულებებსაც, სოფხედულობასაც, ძველ წენებსაც, ძველ რაღაცა ერთმანეთზე დაბრალებებსაც რაღაცას და თანხმდებით იმაზე, რომ ვერთიანდებით რეჟიმის წინააღმდეგ ვაიძულოთ მიიღოს პროტესტიდან გადაწყვეტი, ანუ პროტესტიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მიიღოს. პროტესტის შეკვეთა, რომ გარკვეულწილად განახორციელოს, რაღაც ნაბიჯი უკან გადადგას, უკან დაიხიოს. თუ არ იქნება პროტესტი მაღალ დონეზე, თუ არ იქნება პროტესტი ჯანსაღი, თუ არ იქნება პროტესტი ხალხმრავალი, საერთო სახალხო მოცულობის, თუ არ იქნება, დარწმუნებული ვარ, ესენი სულ იმანიპულირებენ ამით, რომ აი ჩვენ მაგრები ვართ, თავის ამომრჩეველს დაუმტკიცებენ, რომ მოლორიტურები არიან, რომ ურყევი არიან, რომ ყველგან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც დასავლეთი და არც აღმოსავლეთი ვერაფერს ვერ დააკლებს და ასე შემდეგ. ამ სურათს ქმნიან. თუმცა ნახეთ ხო, პროტესტ გარკვეული ზემოქმედება აქვს, ეხლა მარტო ამ ბოლო მომენტს რო ვხედოთ TSU-ს და იმის გაერთიანებასთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება იქ სხვა ფაქტორებმაც იმუშავა, მაგრამ წარმოიდგინეთ საერთოდ რომ პროტესტი არ ყოფილიყო და ყველა სახლში ყოფილიყო, ამას ხო ჩვეულებრივად გავუშვებთ. ახლა ნახავთ აი ილია უნთანის მიმართებაში თუ პროტესტი აგორდა, ხომ დარწმუნებული ვარ. ესენი როგორი არიან, იცი? პროტესტს თუ წააწყდებიან, ჩერდებიან, რაღაც მანევრირების დროს იტოვებენ რაღაცა, მაგრამ როცა ის მანევრირების დროს იტოვებს, ეს დრო შენც უნდა გამოიყენო ამ შემთხვევაში. ანუ შეთანხმება უნდა შედგეს ერთ რამეზე, რომ ყველა ძალიან ბევრ მავნებლურ რაღაცებს ჩადიან, ფასებია, ემიგრაცია, მოწამვლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთად რო შეკრიბო, შეიძლება გაგიკვირდეს, რომ ამდენი მავნებლობა და მტრობა გაუკეთეს ქვეყანას და ეს ხალხიც სახლში როგორ ზისო, მაგრამ ასეა დღეს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გამოვაფხიზლოთ ეს საზოგადოება და უნდა უთხრათ, რომ ამათ პირობებში ამ ქვეყანას არც მშვიდობა ექნება, არც განვითარება ექნება, არც წარმატებები არ ექნება, არც საერთაშორისო გარღვევა არ ექნება. ცივილიზებულ სამყაროს დავშორდებით და გავხდებით, რა ვიცი, რუსეთის, ჩინეთის, ირანის მსგავსი სახელმწიფო. დარწმუნებული ვარ, ქოცებსაც კი არ უნდათ. მე ქოცების მხარდამჭერებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ხშირად ევროპაში დადიან და თავიანთ შვილებს ევროპაში ასწავლიან და აქ ევროპულ სკოლებში ასწავლიან, მათაც კი არ უნდათ ეს, რომ რუსეთს და ჩინეთს დავემსგავსოთ. აქედან გამომდინარე, თავარია ჩვენი სათქმელი სწორად მივიტანოთ. ჩვენ რომ არ ვართ ერთიანი, შესაბამისად გვიყურებენ და ამბობენ, რომ აი ესენი ერთმანეთში ვერ გარკვეულან და ეხლა ამათთან დგომა რეალურად ხომ საზოგადოება ასეც ყვეთს, ძალას სადაც ხედავს საპირწონე ძალას, იმ ძალასთან დგას. ჯერ კიდე ეს ხალხი აი ესე მოლოდინში დგას, რომ აი როდის შეიძლება გადაწონოს და მანამდე ამ ხარეს იჭერს დგას, მაგრამ როგორც კი გაწონა სწორდება ეს, მაშინვე დაიწყება პროტესტის სასარგებლოდ დაიწყება ხალხის მომატება. აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ ძირითადად, მე ასე ვფიქრობ და
შეთანხმება კიდევ ერთხელ ერთ საკითხზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროტესტი, საერთო სახალხო პროტესტი იყოს, მოვიცვათ ყველა, მივწვდეთ ყველა ადამიანს, ვინც გულის სიღრმეში ნაწყენია, ვინც ვერავლენს ამას ეშინია, ვინც სახშიზის კომფორტს არის მიჩვეული, არის საშუალებები აქტიური მუშაობის პირობებში ამათი გარეთ გამოყვანა შესაძლებელია. ეს ჩანს აი შაბათის მარშებში ჩანს ერთჯერად აი მაგალითად ილიანთან რომ სტუდენტები სხვათა შორის ამ ბოლოს გამოვიდნენ ისეთი სახეები ვნახე რომლებიც რეალურად ამ წლის განმავლობაში ბოლო 6 თვეა მაგალითად არ მინახავს მაგრამ აშკარად შემოიმატენ ახალი სახეები სტუდენტების ანუ ეს მზარდია თავარი ახლა ჩვენ ხელი შეუწყოთ და ისეთი რაღაცები არ გავაკეთოთ რომელიც ამ მზარდ პროტესტს ისევ დაწევს უკან და ეს რა არის ეს არის ყველა მოქმედება ყველა პარტიის ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის უნდა იყოს რა რომ საზოგადოება რომელიც თუნდაც აი საკოორდინაციო რაღაც საბჭოს შექმნა რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ვერც პოლიტიკოსებს შორის ვერც აქტივისტებს შორის 1000 რაღაცა ორგანიზაცია შეიქმნა ამ აქტივისტების მხრიდან მაგრამ ისინიც კი სასაკი არიან მე იშლებიან და ანუ ასე შემდეგ ხო, ნახეთ, ამას რამოდენიმე ფაქტორი აქვს, რის გამოც ვერ ხერხდება ეს ნახეთ. ახლა პირველი რაც არის ეგოები, ხო, თავისთავად ყველას თავისი ისა აქვს. სამოქალაქო როგორც პარტიები არიან და რომ თავისთავი დიდი გონია და ის მცირე პარტია გონია და აი იმასთან რომ დაჯდეს ჰორიზონტალურ სივრცეში მას პირობითად მეტ სიკეთეს არ მისცემს და ასე შემდეგ ასე უყურებენ სამოქალაქო ჯგუფები ცოტა მსხვილი ცოტა წვრილი ჯგუფები ერთმანეთთან ნახე როგორ ჰორიზონტალურ სივრცეში როცა მოღვაწეობენ და თანამშრომლობენ მე რეჩნდება როგორი რაღაცა იცი გადაწყვეტილებები ანუ აქციების ანონსი აქციები როგორი უნდა იყოს ზოგი ფიქრობს რომ უფრო ხისტი უნდა იყოს ზოგი ფიქრობს რომ თავარი არის რომ შევინარჩუნოთ აქციები და აი ეს დგომითი აქციები ჯერ საკმარისია და ჯერ არ არის მოსული დრო იმის რომ უფრო მკაცრი მით უფრო რომ უკვე ისეთი დრო მოვიდა რომ ტროტუარზეც კი არ გვაჩერებენ და გვიჭერენ ხო ამის იქეთ რა შეიძლება იყოს ამის იქეთ შეიძლება უბრალოდ იყოს სამი კაცი ერთად რო დგანან მივიდნენ და პოლიციამ დაშალოთ სამი კაცი ბევრით გახართ ერთადო ანუ მიუხედავად ამისა რაღაც ბრძოლის ფორმებზე ვერ თანხმდებიან და საერთოდ რაღაც საკოორდინაციო ჯგუფი ვერ იქნება თუმცა მცდელობები არის დღესაც არის რაღაცა კონტურები უკვე სამოქალაქო ჯგუფებს შორის რაღაცა მოლაპარაკება შედგა ეხლა პოლიტიკურ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ვნახოთ რეალურად მე ვფიქრობ რომ მაინც ეს ყველაფერი მოდის აჟურში იცით აი როცა ხედავენ რომ ქუჩის პროტესტიც მატულობს აი მაშინ სამოქალაქო ჯგუფების ინტერესში უფრო შედის რომ აი ეხლა დროა უკვე რომ რაღაცას მოუყაროთ თავი და რაღაც ფორმით შევქმნათ მართველი ორგანო იმისა რომ უხელმძღვანელოს უპატრონოს აქციებს დაგეგმოს განახორციელოს და პასუხისმგებლობაც აიღოს ამაზე მუდმივად მუშაობთ მაგრამ ანალოგიურად მუდმივად მუშაობს ხელისუფლება რომ ეს ჩაიშალოს ზოგი გითხარით უკვე სასარგებლო იდიოტია ზოგი რეალურად არის ისეთები რომლებიც მუშაობენ რომ არ შედგეს ეს ერთობა ხელისშემშლელი ბევრია თუმცა არის პოზიტიური ნაბიჯები მიუხედავად ძნელად მაგრამ რაღაცეები წინ მიდის და ეს რა შედეგს მოგცემს და რა პერიოდში მოგცემს სიმართლე გითხრათ ამაზე დღეს შეიძლება პირდაპირ ვერ გითხრათ ხო ანუ ახლა როცა პოლიტიკურ პარტიებს რო დაუბრუნდეთ ხო ახლა პოლიტიკა ან შეიძლება იყოს პარლამენტში თქვა ხო იქ თუ იყო მაგრამ რადგან პარლამენტში არ ახარ მაშინ პოლიტიკა არის ქუჩაში ხო ახლა შენ თვითონ თქვი უარი პარლამენტზე ან ოპოზიციურ პარტიებმა თქვენს უარი პარლამენტზე გამოვიდნენ ქუჩაში და მაგრამ ამ ქუჩაშიც აღარ არიან ხო ანუ ქუჩაშიც ვერ წარმართავენ ისინი პოლიტიკას და უფრო საზოგადოებრივი ჯგუფები არიან წინა პლანზე და ხო ალბათ რადგან დრო ხო რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი აქტიურონ ამ მიმართულებით არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ დადგა დრო კი არა ჩვენ ჯერ კიდევ 2024 წელში აი უკვე 25 წელში იანვარში თებერვალში შეხვედრები როცა ჰქონდა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები პარტიებთან პირველი რაც თხოვნა იყო ჩვენი ხშირად ამბობენ რომ აი პოლიტიკოსები არ გინდათ და ამიტომ არ გამოდიან და თუ არ ასე არ იყო პირიქით ჩვენ მათ ვთხოვდით რომ მაქსიმალურად ხო რაღაც
400 თუ 500.000 ხმა ხო მიიღეთ თბილისში პირობითად ხო 500.000-დან 5,000 კაცი გამოყვანა ხო შეგიძლიათ ყოველდღიურად მაშინ ძალიან ძნელი იყო ქუჩის გადაკეტვა ბრძოლის ფასად გვიწევდა და ხალხის რაოდენობა შეიძლება იმდენი საკმარისი არ იყო და თხოვდით რომ თავიანთი ამომრჩევლისთვის მოეწოდებინათ რომ მოსულიყვნენ და არა მარტო მოეწოდებინათ არამედ ხშირად თვითონ ყოფილიყვნენ იქ ფიზიკურად პოლიტიკური პარტიის ლიდერები მუდმივად ყოველდღე როგორც ჩვენ დავდივართ ეხლა რეალურად მაგათ ისეთი სამსახურები არ აქვს თუ რაღაც საზღვარგარეთ არ აქვს ვიზიტი ყოველთვის არიან ოფისებში ხო მოვიდნენ და შეუძლიათ გაჩერდნენ ანუ სამოქალაქო საზოგადოებას გვინდა რომ პროევროპული პარტიების ლიდერები სულ იდგნენ იქ და ეს აუცილებლად გამოიწვევს მათი როცა დაინახავს ამომრჩეველი მისი რომ იქ დგას მისი ლიდერი რომელსაც ხმა მისცა ის აუცილებლად გამოვა დღეს ერთი გამოვა ხვალს 3 ზეგ 5 და ასე შემდეგ ანუ ჩვენ გვინდა რომ ისინი იყვნენ იქ მაგრამ რაღაც ფორმით თითქოს როგორი რაღაცაა იცი პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს მაშინ ვხედავთ როცა ხალხმრავლობაა უკვე პროტესტში ხო აი მაშინ ჩნდებიან რატომღაც თუმცა პირიქით უნდა იყოს ანუ თვითონ უნდა გამოვიდნენ და უნდა გამოიყოლიონ ხალხი ხალხმრავლობაში გერ უნდა შეერიონ ანუ ინიციატივა თვითონ უნდა აიღონ გამოვიდნენ მიკროფონიც აიჭირონ ხელში მოწოდებაც გააკეთონ ყოველდღიურადაც იყვნენ აი ამას არ აკეთებენ ხო მაგას ვამბობ რა თუ პარლამენტში მე ვფიქრობ რატო არ აკეთებენ იცი? პარლამენტში არ არის შენთვის პოლიტიკა, მაშინ პოლიტიკა არის ქუჩაში, ხო? ხო, ნახეთ, შეიძლება იყოს კიდე. ამას რატო არ აკეთებენ? დიდი უმრავლესობა პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერებისა ქუჩაზე უფრო მეტ მე ასე ვფიქრობ, ჩემი მოსაზრება, ქუჩაზე უფრო მეტ იმედს ამყარებენ საერთაშორისო მდგომარეობაზე, ანუ როგორ დაალაგდება საერთაშორისო სიტუაცია გლობალურად, ევროპა, ამერიკა, დასავლეთი, რუსეთი. ხო, ანუ ის უფრო მნიშვნელოვანია, ასე ფიქრობენ და ის იმდენს მოიტანს, რომ რაღაც მომენტს ელოდებიან, რომელ მომენტშიც რომ უკვე ჩაერთვებიან, რაღაც უნდა მოხდეს, უკვე ამ მომენტს ელოდებიან თითქოს ასეთი რაღაცა. ანუ გრძელვადიან და მუდმივ საბრძოლო პროცესში რო არ არიან ეს სამოქალაქო საზოგადოების და პროტესტის მონაწილეების ბრალი კი არ არის. ეს არის მათი აზრია ასეთი და ასე მოქმედებენ თვითონ და ჩვენ გვინდა რომ ძალიან ხშირად იყვნენ და შესაბამისად თავიანთი ამომრჩეველიც მოიყვანონ პროტესტში. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზურაბ ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუმარი, ზვია ცეცხლაძის მამა. ხო, დღეს 4 წელის თავია რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში და უკრაინას მინდა უსურვო გამარჯვება, უკრაინას მინდა უსურვო მშვიდობა და დიდება გმირებს, რომლებიც იქ დაიღუპენ როგორც უკრაინელები, ასე ქართველები ძალიან ბევრი დაიღუპა. აი ამ გმირებს დიდება და გამარჯვება უკრაინას. ნამდვილად, მე გემშვიდობებით სულ 1 საათით 9:00 დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე, მანამდე კი უყურეთ ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.